უკეთ პრინციპში ვერ აღწერდი, ჩვენ მართლა გავხდით იმ ტიპის სახელმწიფო, რომელსაც წერენ მართლა ტექნიკურ საკითხებზე. წერენ ტარიფებზე, წერენ მას, როდესაც საკუთარი ეროვნული სუვერენული ამოცანების აღსრულებაში ხელი ეშლებათ. და გვახსოვს ხო ჩვენ გამოხმაურება სომხეთიდან ტარიფებთან დაკავშირებით, ხო? და გვახსოვს ტექნიკური ტიპის საკითხები და არა პოლიტიკური საკითხები, რომელზედაც მიმდინარეობს ხოლმე მსჯელობა. ეხლა სულ მახსენდება ეს ცოტა სხვა მაგალითია, მაგრამ ანალოგიური პრინციპის მაჩვენებელია, ხო? აი დავით გარეჯი საქართველოს მთელი კამპანია რო წამოიწყეს, ხო? თავისი ცრუ პროპაგანდისტული, ხო? რამდენჯერ ყავდათ ალიევი სტუმრად საქართველოში, ხო? მუხრაში, რამდენჯერ ერთხელ მაინც დაძრეს ამ საკითხი? არა. ანუ ის სუვერენიზმიც, რაც ქართული ოცნების რეჟიმის გააჩნია, ვითომ და აი ეს სუვერენულობაზე, ღირსებაზე, ეროვნულ ინტერესზე საუბარი, ესეც არის ფარსი. თორემ ნეტა სუვერენიზმი მაინც მე არ ვარ სუვერენიზმის ენის მომხრე, აქვე ვიტყვი. მე სუვერენულობა მნიშვნელოვანი მგონია, მაგრამ სუვერენიზმის ენა სხვა რამეა. ეს არის სურკობის მიერ შეთითხნილი მავნებლური დოქტრინა, რომელსაც იყენებს კრემლი და კრემლისტური რეჟიმები და თუ შევხედავთ სუვერენიტეტის საფარქვეშ, ხო? სუვერენიტეტი ყველაზე მთავარი რაღაცა. რა თქმა უნდა, მაგრამ სინამდვილეში ეს პირიქით არის რეალობაში. სუვერენიზმის ენა სუვერენიტეტთან არაფერი კავშირში არ არის. სინამდვილეში, მაგრამ ის სუვერენიზმიც არა აქვს. ნაციონალისტებიც არ არიან. ნაციონალისტური ხელისუფლება ბევრად სხვა რაღაცებს გააკეთებდა. ხო, მათ შორის მოთხოვდა პასუხს და კითხავდა რაღაცებს, ხო, ვითომ პროპაგანდისტულად როქს. მაგასაც არ შობიან. ანუ ამაშიც კი ბლეფი იყვნენ ყოველთვის, ამის თქმა ეს ერთი. მეორე, ინტერნაციონალურად თუ შევხედავთ, ანუ ერთაშორისი კავშირების კონტექსტში, ხო? თქვენ უკვე ძალიან სწორად აღწერეთ კითხვაში, ხო, ჩვენ აბსოლუტურ იზოლაციაში მოქცეული იმ კუთხით, რომ ჩვენ აღარ ვმნიშვნელობთ. აი ხა ის შეთანხმება, ხო, ტრიპი, რომელიც დაიდო, რომელიც უკვე გამოქვეყნდა და ახლა ფაილს ვეცნობოდი ამ დღეებში, ხო? ეს აჩვენებს ძალიან კარგად, რომ საქართველოს არის უბრალოდ ანკლავად გადაქცეული, ან ჩიხად გადაქცეული. ჩვენ აღარ გვაქვს აი ეს 34 წლის განმავლობაში არც ჰქონდა, ხო, ეს კომფორტის განცდა, რომ იცი ჩვენს გარეშე რეგიონში არ ხდება არაფერი, დიახ. იმიტომ მართლა გზა არ იყო ჩვენს გარეშე, ხო, ძალიან მარტივად. იმიტომ რომ კონფლიქტი იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ეს გზა არ იყო. სომხეთს რეალურად ყავდა ერთი პარტნიორი. ძალიან მარტივად სომხეთის აი სომეხი პოლიტიკოსის თვალით რომ შეგეხედა გასული აწლების განმავლობაში, ხო, რუსეთი. ხო, რუსეთი, მაგრამ შენს ირგვლივ ფიზიკურად, ტერიტორიულად ყავდა მხოლოდ საქართველოს რეალურად, რომელსაც მეტნაკლებად ემეგობრებოდი და გამოიყენებდი. კი, მესმის. პასაჟი ჰქონოდა მარტივად მათ შორის რუსეთისკენ, ხო? და იქით ირანთან ჰქონდა განსაკუთრებული ტიპის დამოკიდებულება სომხეთს, ხო? რაც აიხსნება წარსულში ეს ანტითურქიკული მომენტით, რაც ჰქონდათ, ხო? თურქიკულში გულისხმობ თურქულსაც და აზერბაიჯანულსაც ამ შემთხვევაში, ხო, გავაერთიანოთ, ხო? ეს დინამიკა არის საერთოდ შეცვლილი, აბსოლუტურად შეცვლილია ეს დინამიკა. და თავის მშვიდება, რაც კოცებს აქვს საქართველოს გარეშე, მაინც ეს უკვე გუშინდელი დღე არის, გუშინწინდელი დღე არის. აი ეს დოკუმენტი, რომელიც ხაშეს გამოქვეყნებულია და მე ძალიან მაინდა აი Eagle Hills-ის დოკუმენტს, ეს ძალიან გვიმალავენ, ხო? კონტრაქტს, სამშენებლო კონტრაქტს გვიმალავენ 9 მილიონი კვადრატული მეტრი ქართული მიწა სადმირის 9 კაცმა რო არ იცის და ამხელა აი ტრიპის დოკუმენტი აგერ მაქვს და ყველაზე აქვს ონლაინ დევს, ხო? აი უბრალოდ რა კარგი მაჩვენებელია, ხო? ეს არ არის საიდუმლო. და ამხელა კორპუსები წანიში, როგორც გთავაზობენ, არის ძალიან სამხედრო საიდუმლოა და ამხელა გეოპოლიტიკური ძრა პრეზიდენტი ტრამპი რო იყო ჩართული და რუბიო რო არის ჩართული და ეხლა ხმა ისმის რომ შეება რომ ვიცე-პრეზიდენტი ვანსი ეწვიოს რეგიონს, მაგრამ არა საქართველოს, ხო? ამასთან დაკავშირებითაც არის ცნობები. ეს ყველაფერი რაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ვართ ჩავარდნილი, მაპატიეთ, მაგრამ იდიოტების ხელში, სხვა სიტყვამაც არ აღწერს, რომელიც ხან სუვერენულობაზე ლაპარაკობენ, ხან ღირსებაზე, ხან მშვიდობაზე და აქედან არც ერთს არ ახორციელებენ. მეტიც თითოეულ მათგანს სამხილებით შემიძლია ვისაუბრო, აყენებენ დიდ შევარდნას მაგალითისთვის, როდესაც ავიდეთ სუსის ანგარიშში, ბოლო ეროვნულ ანგარიშში, რუსეთი საქართველოს მთავარი მტერი, საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ნაწილის ოკუპანტი არ არის მოხსენიებული. რა სუვერენიზმზეა საუბარი, რომელ ეროვნულ ღირსებაზეა საუბარი, ხო? კი ბატონო. და საერთოდ ნახეთ, აი პარადიგმა რაც შემოიღეს, ეს ტრანზაქციონალიზმიც, ეს მე დავამატო, რას ნიშნავს, ხო? კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, ტრანზაქციონალიზმი ნიშნავს, რომ აი quid pro quo მიდგომას, ხო, პრინციპში, ხო, რაღაცა მე რას ვიღებ და შენ რას იღებ, ხო? აი ტრანზაქციაზე, გადარიცხვასაც ხო ქვია ტრანზაქცია, ხო? აი ამაზე დამყარებული საგარეო პოლიტიკა, კი ბატონო. გადარიცხვა ანალოგია ამ შემთხვევაში, ხო? ამაშიც არ არიან. რამე ტრანზაქცია ვნახეთ საქართველოს ასიკეთოთ? ერთი ტრანზაქცია ვერ ვნახე, ერთი სარგებელი ვერ ვნახე. ვნახეთ რა, ვნახეთ ის რომ საქართველოს ეროვნული მიზნები, ამოცანები და ინტერესები არის ჩაქვეყნელებული
გაპარტახებული და ყველა სხვა ირგვლივ აშენდა და მიდის წინ. სომხეთის საგარეო პოლიტიკა, აი მე თუ სულ ვამბობ ხოლმე სომხეთში თუ ამას და იქ მიხარია რომ ნახულობ, აქ რომ ვერ ნახულობ, ეგ წინს, თორე იქ მიხარია, მაგრამ სომხეთმა გაგვასწრო ხალხო 30 ჯერ 40 ჯერ უფრო წინ არის. ეს არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ფაშინიანის პირობებში ქვეყანამ საკუთარ თავზე იწვნია, რომ მისი პარტნიორი რუსეთი მას არ იცავს მისი მთავარი გამოწვევის შემთხვევაში, რომ ეს ფიქტიურია, მისი ყველანაირი შეთანხმება რუსეთთან და მიხვდა რომ სამყარო არის მრავალპოლარული და დასავლეთი მას უკეთეს გარანტიებს აძლევს განვითარებისთვის. ჩვენ წარმოუდგენელი ძვრები ვნახეთ მართლაც ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიმართულებით. სტრატეგიული პარტნიორობები გაუქმდა. 5 წლის განმავლობაში 20-25 წლებში ფაქტობრივად მთლიანად გადასხვაფერდა სომხური საგარეო ნამდვილად და ალბათ ახლა აღარ მოწონს ივანიშვილს, როცა გვახსოვს ჩვენ პრემიერ-მინისტრის რანგში რომ ჩავიდა ის სომხეთში მისი მმართველობის პირველ წლებში, მაშინ გითხრა რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა არის მისთვის მოდელი, როგორი უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. მას ჰეზბოლიზაცია მოხდა. ხო, მას მერე ჩვენ ხედავთ რომ ისეთი ლიდერების გარემოცვაში, აი მარტო კადრები რომ გაგვახსენდეს, სად დაიარება ბატონი კობახიძე, ხო? ჩვენ გვახსოვს ეს ირანში, ვის გარემოცვაშიც კარგად ვნახეთ და გვახსოვს მე პირადად ეს ორი კადრი მახსენდება. პირია, ღმერთმა აცოცხლოს დიდხანს. კი, მის გარემოცვაში ვინც იყო. მაგრამ ბოლო ცოცხალი პირი არის იმ კადრებში კობახიძე, კი. და აშხაბადში ვნახეთ, სადაც გითხრა რომ პუტინთან ერთად წყდება მისმა აქ დარჩენილმა თანამებრძოლებმა გითხრეს რომ იქ იმიტომ არის ჩვენი პრემიერი რომ იქ წყდება საქართველოს მომავალიო, ანუ იმ დარბაზში სადაც პუტინია, ასე გითხრეს. სადაც არ არის მშვიდობა, არ არის ნდობა, არ არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და შესაბამისად თუ ნორმალური ხარ და თუ შენი ერის ინტერესებს იცავ, იქ არ არის პატარა სახელმწიფოს ადგილი. ხო და რამდენად უსაფრთხოა ეს უკვე თანამედროვე, აი 2026 წლიდან მოყოლებული საერთაშორისო ახალ ამბებს თუ გავეცნობით, რამდენად უსაფრთხოა ივანიშვილისთვის თავად ეს გზა, რომელიც მას მიაჩნდა აქამდე პერსონალური უსაფრთხოების გარანტიად მაინც თუ ძალაუფლების შენარჩუნების გარანტიად ასევე შესაძლოა რისკად მისი პერსონალური ქონების, მაგრამ ამ ორის გარანტიად მაინც მიაჩნდა და ახლა როგორ არის ეს ამბავი? პირველ რიგში ზოგადად ეს სივრცე, ეგ გეოპოლიტიკური, როგორ ვთქვათ, წესრიგი, ხო? ის ყაიდა, რაც აქ არის, ხო, ის ყალიბი, რაშიც ეს კოლექტიური ашხაბადი რაც არის, ხო? კი ბატონო. ეს არ არის უსაფრთხო არასთვის, არასოდეს. იქ სადაც არის შიშველი ძალის პრიმატი, სადაც არის უბრალოდ ძალმომრეობის პოლიტიკა და დიდი ყოველთვის ჯაბნის პატარას, იქ შენ როგორც პატარა სახელმწიფო ვერ იქნები უსაფრთხოდ, პრაგმატული მიზეზებითაც კი ვერ იქნები უსაფრთხოდ. უბრალოდ თუ ივანიშვილის მიზანი არის იმ ტიპის ნავიგაცია, რომელშიც ცოტა ყველგან თამაშობს, ქმნის ქაოსს და ამ ქაოსში ქვეყნის შიგნით უსაფრთხოებას იზრდის, ანუ რეჟიმის პერსონალურ უსაფრთხოებას, ხო? კანონებით, ოფშორის კანონით, არა მარტო რუსული კანონით და სხვა დრაკონული კანონებით, აი ოფშორის კანონით და ზოგადად პოლიციური სახელმწიფოთი და ავტოკრატიით, რასაც ქვეყნის შიგნით ქმნის. თორემ ჯერ შეუქმნა გვიანონსებს, ხო, კიდე ბოლომდე გაუქმებას და სხვა. თუ აი ამ წესრიგს მიყვება, რომელშიც გარეთ ქაოსს ქმნის და ყველა ღერცთან რაღაც ტიპის თამაში არის და რაღაც ტიპის ვაჭრობაში და ქვეყნის შიგნით უბრალოდ აცემენტებს საკუთარ ავტოკრატიას, შეიძლება ეს იყოს ერთი მოდელი, რომელიც იმედიც აქვს, მაგრამ ის ვერც ერთ მოდელს ვერ გადაურჩება. მას უნდა ესწოდეს მისი პერსონალური უსაფრთხოება, ანუ ის ერთადერთი რამ, რაც მას აინტერესებს, მას არც ღირებულება არ გააჩნია, არც იდეოლოგია, არც არაფერი, ხო, პრინციპში ხომ მას ადარდებს საკუთარი პერსონალური უსაფრთხოება. ამ უსაფრთხოებას ის ვერ დაიცავს ამ ტიპის პოლიტიკით, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. თავარი ცხადია არის ის, რომ ჩვენ ვიყოთ ძალიან მტკიცე, ძალიან თანმიმდევრული და გვესმოდეს და გვახსოვდეს, რომ ის ბრძოლა, რაშიც ჩვენ დღეს ვართ, არის ამ ქვეყნისთვის ბრძოლა, მისი ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა და იმ სწორი საგარეო პოლიტიკური ღირებულებებისთვის ბრძოლა, რაც გადაჭარბების გარეშე 1000 წლოვანია. და აი გარკვეულწილად ყოველდღე გახსენდება, ხო, ადამიანს არ ფიქრობ ყოველდღე ამ ფართო პანორამაში, რომ დაუკვირდე ის, რასაც დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვიცავთ, ჩვენი
მცირე წვლილით ეს არის მართლა ისტორიული ბრძოლა. უკვე ხანდახან გაუფასურებულიც არის თითქოს სიტყვები მართლა ისტორიულია, იმიტომ რომ ეს არის ამ ერის ძალიან დიდი არჩევანის კონკრეტულ დღეებში გადარჩენის ამოცანა და რამხელა პატივია. მეორე მხრივ ესეც ასევე აღარ ვფიქრობთ ხოლმე რუტინულ ამბავში, ხო? რამხელა პატივია, რომ ჩვენ ყველას ერთად ამ თაობებში ვინც ვართ ცოცხალი და აქტიური, ხო? ადამიანები ყველას ერთად გვაქვს ეს წვლილი, ყველა მოქალაქეს გულისხმობ, არა პარტიებს და თანმიმდევრობა ძალიან მნიშვნელოვანია პროცესში. მე გუშინ სხვაშორის ამაზე ვლაპარაკობდი სწორედ. ზოგიერთ კოლეგას გულისხმობა აქვს. მე ამაზე ვსაუბრობდი გუშინ, ამას ხშირად გავიმეორებ, რომ ვიყოთ თანმიმდევრული, რომ აღარ დავუშვათ იმ ტიპის შეცდომებს დაგვიშვია წარსულში. მე მინდა რომ 2026 წელი იყოს მეტი რეალური კოორდინაციების, რეალური ერთობების და რეალური მე ვფიქრობ რომ ჩვენ ამის რესურსი გაგვაჩნია, ხო? გუშინს აი ახლა მაგალითად მე გუშინ ვთქვი, ძალიან მარტივად გირაოსთან დაკავშირებით, ხო? ვთქვა და ზურა ჯაფარიძე, მინდა ვთქვა ეთერი გამოვიყენო. მე ეს გუშინს ვახსენე, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგას ზურა ჯაფარიძე მე მახსოვს. იყო ის იშვიათი პოლიტიკოსი, რომელსაც ორჯერ თუ სწორად მახსოვს თქვა, რომ ერთმანეთისთვის მოღალატების ძახილი არ იყო სწორი. მე ამას ვუფასებ. ძალიან კარგად მახსოვს და ძალიან ვუფასებ. ხო, ამავე დროს პარალელურად იქვე გუშინ თქვი, თამაში არაფერი მგონია რაღაცა ორიგინალური, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ოპოზიციური პაბლი, ასე ვთქვათ, მათ შორის კოლეგები და სხვა კოალიციის წარმომადგენლები გირაოზე საუბრობდნენ როგორც რეჟიმის ლეგიტიმაციაზე. და მე ამაზე მქონდა აქცენტი და არა იმაზე, რომ ზურა ამბობდა, რომ გირაო არის ლეგიტიმაცია და ახლა ეს მე არ მithქვავს, ხოლმე შეუძლია ნახოს. მაგრამ რაც თქვი, მე რა ვთქვი ხო არა თავარი რა არის თვითონ ერთიან შეჯერებულ სტრატეგიაზე და ამაში საქმე აქ არის ზუსტად კითხვა ძალიან ბევრი რაღაც გამოგვივა ამის წარსულზე საუბარი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე გამყოფი იმიტომ რომ აქამდე ვერც ერთმა ასე ვთქვათ მნიშვნელოვანმა ეტაპმა ვერ შეძლო თქვენი ერთიან სტრატეგიაზე ჩამოყალიბება ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ არ გექნებათ განსხვავებული ხედვები რაღაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მაგრამ ყველა ცალ-ცალკე ამ გადაცემაში მე ვისაც ხვდები ამბობს რომ ერთიანი სტრატეგიის აუცილებლობაზე საუბრობს მოკლედ და რომ ეს არის გადარჩენის სწორი გზა რომ უნდა იყოს შეჯერებული სტრატეგია რომელსაც ყველა ეთანხმება და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი თანამშრომლობაში და არა წარსულში გამყოფი ხაზები მე სწორედ ეს ვიკითხე თან არ დაგვავიწყდეს რომ ივანიშვილმა დაგიანონსათ პოლიტიკური პარტიების გაქრობა მაგრამ რატომღაც არ ჩქარობს ამას თუ ჩქარობს ეს ნაწილიც მნიშვნელოვანია და ასევე პოლიტიკური ლიდერების ციხეში ყოფნა ივანიშვილისთვის აღარ არის მაინც და მაინც ხელსაყრელი იმ გარემოებაში თუ გავითვალისწინებთ როგორიცაც დაიწყო ეს წელი დიქტატორებისთვის ნამდვილად ივანიშვილს თუ აქვს ის პრაგმატული გონი რაც თვით გადარჩენის ამას გულისხმობ ახლა პოლიტიკური ინტელექტს არ ვთქვი ივანიშვილს მაგრამ თვით გადარჩენის ინსტინქტი უბრალოდ სიტყვა და გონი ნამდვილად თუ აქვს მაშინ დაირახოს რომ ჩვენ ვართ ისეთ ფაზაში და გულისხმობ არა საქართველოს ან ოპოზიციას ან მას არამედ თელს სოფლიოს სადაც მისნაირი ადამიანები ვერ არიან კარგად ხო რაღაც ბოლო დროს ძალიან მარტივად აი მისთვის გასაგებ ენაზე ვამბობ ამ ტიპის პოლიტიკოსების თუ რაც ქვია ივანიშვილს არ ვიცი ბელადების მართველის დე ფაქტო მართველის ბედი არ არის კარგი ამ სოფლიოში მას ხო გადარჩენა ადარდებს და მე თუ იმ მონსტრმა რომელიც თვითონ შექმნა ვერ მიუსწრო სხვა ძალები მიუსწრებენ ამიტომ მის ადგილას ბევრად უფრო ფხიზლად და ფრთხილად მოვეკიდებოდი შემდეგ ნაბიჯებს იმიტომ რომ ისევ და ისევ ხო ხედავთ მე ხო არ ვამბობ ხო ესე ხდება ცუდად ამთავრებენ ძალიან ამ კვირებში მისნაირი ადამიანები და ამ ნაწილში პოლიტიკური პატიმრები რჩებიან ციხეში მაგრამ ისინი ამ მოცემულობით ტოვებენ ციხეებს წესით მალე გიორგი ვაშაძეა პირველი თუ სწორად მახსოვს შემდგომ ნიკა გვარამია პოლიტიკური ლიდერების გარეთ ყოფნა კოორდინაციას დაეხმარება თუ არა თქვენი აზრით მე დარწმუნებული ვარ რომ ეს იქნება დადებითი რამ ცხადია მე ისევ და ისევ გუშინ ნათქვამსაც დავუბრუნდე ხო მე ამიტომ წამს ამისი ხო მე მინდა რომ რაც შევა მეტი ქართველი პოლიტიკური ლიდერი იყოს თავისუფალი რაც შევა მეტი ხნით რომ მათი ინტელექტი მათი პატრიოტიზმი მათი თავისუფლებისთვის ბრძოლა ამ ქვეყანას ძალიან
ჭირდება. და რა თქმა უნდა პოლიტიკურ ლიდერს და პირველ პირებს პოლიტიკური პარტიების კიდევ სხვა ტიპის როლი და ფუნქცია გააჩნიათ, ხო, ვიდრე სხვა პირებს იმავე პარტიებში ან საზოგადოებას. ამიტომ ჩემი პრიორიტეტი არის, ჩემთვის სასურველი იდეალი არის, ასე თუ ვიტყვით, რომ რაც შევა მეტი ადამიანი, რაც შევა მეტი ხნით იყოს თავისუფალი და ძალიან აქტიურ ბრძოლაში ჩართული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოლეგების გათავისუფლება ბევრ კარგ ჯანსაღ პროცესს შეუწყობს ხელს შემდეგ პერიოდში და ჩვენ რა თქმა უნდა ეს პროცესი გვჭირდება ყველას ერთად. არა, რაღაც კონდაკტ კოორდინაცია ამასთან, იმიტომ რომ მან დაანონსა ციხიდან გამოსვლის შემდგომ, რომ ის ჯერ კიდევ ციხეში დაგეგმა მან შეხვედრა. რა თქმა უნდა, მასთან იყო გარკვეული საუბრები, ეს პროცესი გაგრძელდება. თავარი ისე და ისე არის ის, რომ ჩვენ შეგვეძლოს აქ რაღაც ერთობაზე კი არა საუბარი, რაღაც ერთ პარტიაზე. კოორდინაციაზე სწორი მიზნების ირგვლივ. ჩვენ ასე ვხედავთ ხოლმე, ხო? თავარი არის შინაარსი. და მე მინახავს და ამაზე ვსაუბრობ ხოლმე ძალიან გულწრფელად გუშინაც და წინა პერიოდშიც, ხო? ჩვენ გვინახავს არაერთი მცდელობა თუ შემდგარი ერთობა, რომელიც მე სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოდგა ისეთი ეფექტიანი, როგორც შეიძლება რომ იყოს. და მე წრეზე აღარ მინდა რომ ვიარო არც მე, არც ჩემო კოლეგებმა და არც ამ ქვეყანამ. მე მინდა რომ რაღაც ისეთი შევქმნათ, რომელსაც ეკრება მეტი შედეგის მიღწევის შანსი. და დღის ბოლოს ხო ეს გვინდა. ერთობა ერთობისთვის ხო არ გვინდა, მე საერთოდ მაინტერესებს ერთობა ერთობისთვის. ხო ლუც ისეს დავლები ვიღაცასთან ერთად და მშვენიერი სოციალური ურთიერთობაც მექნება და მქონია კიდევაც და ფანტასტიკური ადამიანები არიან სხვა პარტიებში და ბევრთან მეგობრობაც არის და ძალიან კარგი სოციალური. ამაზე ხო არა საუბარი. მე ველაპარაკები, რა თქმა უნდა, მე ველაპარაკები ამომრჩეველს და ჩვენ ველაპარაკებით ამომრჩეველს, რომელსაც აქვს ძალიან პრეტენზიული და ძალიან სწორი მოთხოვნა ჩვენგან, რომ დავაყენოთ მშვიდობიანი პოლიტიკური ტრანზიცია. მათ არ აინტერესებთ ეს რაღაცა კულვარული საუბრები და იმან ამაზე ეს თქვა არ აინტერესებს ამომრჩეველს ეს მეტროში ხალხს ხვდებით იმას არ აინტერესებს შიდა ქართლში ჩემს ამომრჩეველს არ აინტერესებს მუხიანში ბოლოს ამორჩეული ნახე იმას უნდა პოლიტიკური ცვლილება უნდა ფასების დაწევა უნდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება უნდა რომ ემიგრანტის შვილი ამ მშობელი დაუბრუნდეს ეგ აინტერესებს ჩემგან და არა გრიგოლმა რა თქვა ჯაფარამ რა თქვა სხვაზე და ასე შემდეგ და რას პირდებით ცვლილება როგორ ამიტომ შინაარსზე უნდა შევჯერდეთ სწორ შინაარსზე და მათ შორის ტაქტიკურ და სტრატეგიულ საკითხებზე რომ მე რაღაცა ერთობა რომელიც იმედი მაქვს უფრო მეტად იქნება კოორდინაციის და ძალიან დიდი იმედი მაქვს ამისი ნუ ხულასავით არ ჩამოშალოს მე პირველივე მოსახვევში როცა აღმოჩნდა რომ იმას ესე გონია ამას ისე გონია ერთს ლეგიტიმაცია გონია რაღაცა მეორეს არ გონია ეხლა ყველა ჩვენგანზე მაქვს საუბარი არანაირ პარტიულობაზე ხო პრინციპზე ეს არ მინდა მე ამას ვამბობ და ამის თქმა არის სწორი ჩემი აზრით და გულწრფელი და თუ გულწრფელად შევხედავთ საკუთარ თავს გარედან დავინახავთ რომ შეცდომები დაუშვით ბევრი 2025 წელს და ხო გვინდა რომ აღარ დაუშვათ ჩემი მიზანი ეგ არის აღარ დაუშვათ შეცდომები რაღაც ისეთ პრინციპებზე დავაყენოთ პოლიტიკური თამაშის წესები და ურთიერთ მიმართება მათ შორის ურთიერთ პატივისცემა მათ შორის ამის სიზნელების გქონდა მომენტებში რომ არ შეგვეშალოს ისეთი რაღაცები რაც საერთო ბრძოლას დააზიანებს ეს ბრძოლა არის მართლაც საერთო და მართლაც ისტორიული